აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბესიკ კუსიდის მოусმინეს. მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს. ისაუბრეს განსაკუთრებით მძიმე და გადაუდებელი ოპერაციების ჩატარებისა და მის შემდგომ პერიოდში აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხებზე. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი სამედიცინო დაწესებულებისათვის გადაცემული სასწრაფო დახმარების ავტომანქანების რემონტისა და ახლით აღჭურვის საჭიროებებზე. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს პრიორიტეტებზე, კომპიუტერულ დიაგნოსტიკურ კვლევებზე და აღნიშნა, რომ ამ კვლევებზე წვდომის ზრდა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. არსებულ საკითხებზე კითხვები დასვეს და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა. პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონი გეჯუა და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა. დეპუტატებს წარმოადგენელი ჰქონდათ კითხვები, რომლებზეც პასუხი წარმოვადგინეთ. ასევე გავაცანით ინფორმაცია დაგეგმილ პროექტების შესახებ 2026 წლიდან გეგმავს სამინისტრო განახორციელოს ჩვენ ბენეფიციართა დაფინანსების კუთხით. ასევე საკითხები შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ჩვენ ყველანი დავრჩით კმაყოფილი ბატონი მინისტრის პასუხებისგან, მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რას აკეთებენ და მომავალში რა უნდა აკეთონ. გამოვითქვა მთელი რიგი რეკომენდაციები, შეფასება იყო დადებითი, ჩვენ მადლობა გადაუხადეთ სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის და რა თქმა უნდა, უმაღლესი საბჭო თვალყურს მიადევნებს აი იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც გაიცა დეპუტატების მიერ.